ამ ადამიანს აი ამ ჯილდოებთან ერთად, რასაც ახლა ვკითხულობ, პლანეტის რომელიმე წერტილი არსებობს, სადაც არ ყოფილ ხართ და ახლა ვერ მოვიკითხე ისეთი ადგილი, სადაც ერთი გრენლანდია არ წერია აქ დანარჩენ, მე მგონი ყველგან არის ეს კაცი ნამყოფი და თავის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ყველგან აქვს წაკითხული ყველაფერი ლექციებთან დაწყებული. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელია მის საყვარელ მეუღლესთან ერთად, გალბატონ ირმა მესხიშვილთან ერთად და ის დიდი საქმე, რასაც ისინი ახლა აკეთებენ და უძღვებიან, ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით მოიაზრება და მე მქონდა ბედნიერება სხვათა შორის რამდენჯერმე ყოფილიყავი ამ სკოლაში სხვადასხვა მისიით, როგორც ჟურნალისტი, თუმცა ამასინათ მომიწია როგორც წიგნის ავტორს, შეხვედრა მომიწყეს ბავშვებმა და აქ ესწრება დარბაზში ჩვენი ულამაზესი გალბატონი სოფო სათხა, აი ხედავ აქედან სოფო თედიაშვილი, რომელმაც იკისრა მაშინ ეს მოვალე და მადლობა შენი თაობასთან შეხვედრისთვის, რაც მე ამ ღირსეულ სკოლაში დამიორგანიზე, იმიტომ რომ ეს იყო თაობა, რომელმაც გამაგიჟა, აი არ ვიცი. ვინმე თქვას, რომ ჩვენ ცუდი ახალგაზრდობა გვეძნას, ლაპარაკობ ხალხო რა. ხალხი მოდის როგორი ბიჭები და გოგონები, ცი? განატვინი დახეთქილები არა. წინ რო გაატარებენ, უფრო სკარს რომ გაუღებენ, სკამზე რომ დააჯენენ. ისეთი კი არა, მე ბილეთი მაქვს და მე უნდა ვიჯდეო. ამით კი არ იზრდებიან, იმით იზრდებიან, თუ მოხუცია ბილეთი რომ არ აქვს, მაინც რომ უნდა დააჯენ და სწორედ ასეთი ხალხია აი ამ სკოლაში და ბევრი რამისთვის გადაწყდა რომ ეს ასე ყოფილიყო. ბატონ მამუკა მესხიშვილს მინდა თხოვო სცენაზე. ბატონი მამუკა მესხიშვილი, კაცი რომელიც ემსახურება იმ თაობას, ბატონო მამუკა, რომელსაც მე საქართველოს მომავალს უწოდებ. საქართველოს მომავალს, რომელმაც აი ამ წარსულით უნდა იმეცადინოს. აზმყოში, რათა მე ზოგადად შეექმნას ღირსებაზე სწორი წარმოდგენა, განათლებაზე სწორი წარმოდგენა. არ ვიცი, იქნებ არასწორი აქცენტი გავაკეთე მე და ყველა განათლებული მართლა ღირსეული ადამიანი. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ცოტა ხისტი ჟურნალისტის სტატუსი მაქვს, ჩემო ბატონო მამუკა და შეიძლება ამიტომ არ უყვარდე ბევრს, მაგრამ რა ვთქვა, სიმართლე ვიღაცამ ხოლმე თქვას და ამიტომ ხშირად მიწევს ხოლმე ამის, მაგრამ თქვენ ამ ბავშვებთან ურთიერთობა ყოველდღიურად გიწევთ თქვენს უმაგრეს გუნდთან ერთად. და ამისთვის ეკუთვნით სულეთ ეს ჯილდო. თუმცა სანამ გადმოგცემთ, მიკროფონი თქვენ უნდა დაგითხოვოთ. დიდი მადლობა ბატონებისო, დღესდღეობისთვის. დიდი მადლობა ჩემთვის ატოყანებელი ხალხის ხილისთვის. ჩვენ ცხოვრებაც არ გვაქვს ჩვენ სკოლას ნებირადად. ჩვენი სკოლა დაარსების დღიდან ნაკუთი არის. რომელი წელი იყო ბატონო? 2003. 2003 და ნაკუთი ერთხან დაგვიწყდა. აი ეს რა მოგვიწევს. მე ხლა ძალიან წუხარ რომ აქ არ მოვიდანეთ ის ვიდეო სპარტაკი ლოცავ ჩვენ სკოლას და ვიტალო გეონი რომ ამერიკიდან უნდა აიღოთ ის რაც არის კარგი და ჩვენი პასუხობები ყოველწლიურად პატარა ცხოვრებაში აი ესე ლოცავს პირდაპირ და ბუნებრივია მთელი ჩვენი და მთელი ჩვენი სკოლის მოწვევაც ამ მიმართულებით მიდის ჩვენ აი მე ძალიან მინდა გადავხოთ მადლობა აქ არიან ჩემი სკოლის წარმომადგენლები ჩვენი სტაფი აქ არის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხალხო დიდი შრომისთვის მართლა მადლობა ყველა ბავშვებს ეკუთვნით ჩემი მეუღლე გალბატონ ირმა რომელიც ჩემთან არის არსების დღიდან სკოლის დაგვენახეთ გალბატონები საბჭოთებთ მოგესალმებით ამჟამად თბილისში 4 ფილიალი გვაქვს და საერთო ჯამში 2300 მოსწავლეზე მეტი სკოლაზე ეს მთელი არმია ჩემო ბატონო მამუკა ყველაზე დიდი საქართველოში და ჩვენ სხვაობლებ არა გვაქვს კიდევ იმოდი რომ და ძალიან უგელა ბუნებრივია ახლა დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ერთი მინდა თქვა შევხვდებით აფხაზეთში ეს ჩემთვის აუცილებლად ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება იყო და თუ იმას ნატრობ აკრებძანები ძალიან ბევრი გამარჯვება თვითონ ხანაში კონფერენციას ვიყავ აი ეს ნატრობა ბუნებრივია ყველა პატრიოტ ქართველს და ვერტოფნაცოეს აბსოლუტურად დიდი მადლობა ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება ყველას ერთად და მოდი პირობა დავდოთ პირველ გაკვეთილს აფხაზეთის ნომერ პირველი საშუალო სკოლაა ექეშბას ქუჩაზე მარცხენა მხარეს თუ არ ვსვებ და იქ ჩაატარებ საერთო დარბაზში შევკავდით დაკახეთ всё აფხაზეთში სოხუმის ნომერ პირველი საშუალო სკოლის საერთო დარბაზში ვატარებ პირველ გაკვეთილს ჩემო ბატონო მამუკა ჩაიწერა ათმა კამერა ეს ბატონი ბავშვებიდან ვერცლი ჯვარი თქვენთან ესე ჩვენი ჯილდოები თქვენგან ძალიან გახარებული ვართ რომ გავხდით ამ საბატიო ჯილდოს კავალერი და კიდევ გაათმაგებული ენერგიით
იმუშავებთ და ვიღვაწებთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა.